დღეს თბილისის საგუნდო მუსიკის რიგით მეხუთე ფესტივალი იხსნება, რომელიც საფესტივალო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ ლუშვერიძე, თბილისის გოგონათა გუნდი და გუნდის ხელმძღვანელი ომარ ბურდული. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მადლობა რომ დრო გამონახეთ და მოხვედით. დღეს იხსნება ფესტივალი ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში და 2 მაისამდე სხვადასხვა დარბაზებში სხვადასხვა კონცერტებს წარმოგვიდგენთ. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას და რა ელოდება ქართველ მსმენელს, რომელსაც ეს საგუნდო მუსიკა ძალიან მასწავლებს. ტრადიციულად ჩვენი ფესტივალი მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, ყველა ძირითადი ქალაქისა და რეგიონის აკადემიური ტიპის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და ამავე დროს სტუმრის სტატუსით წარდგება ჩვენი მაყურებლის წინაშე პოლონეთიდან ქალაქ პოზნანის სტუდენტური გუნდი, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ერთ-ერთი ესტონელი კომპოზიტორის ძალიან საინტერესო ერთ დიდ ციკლურ ნაწარმოებს, რომელსაც ვიდეო ინსტალაცია ახლავს თავს, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. როგორ მოხდა მონაწილეების შერჩევა? ვის უნდა მიიღო, ვის შეეძლო რომ მიიღო მონაწილეობა მეხუთე საერთაშორისო ფესტივალში? ჩვენი ფესტივალის გამგეობის წევრები შეკრების შემდეგ გადავლებენ ხოლმე თვალს წამყვან გუნდებს, თუმცა მეორე მხრივ არც თუ ისე ბევრი ესეთი აკადემიური ტიპის გუნდია დღეს საქართველოში, ასე რომ ფაქტიურად ყველა მოქმედი გუნდი ჩამოდის თბილისში და ეს არის ასე ვთქვათ წელიწადში ერთი ესეთი კვირეული, სადაც ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს უსმენენ, გარკვეული გაზიარება ხდება შემოქმედების, რაც მნიშვნელოვანია მათი ცხოვრებისათვის, მათი შემოქმედებითი ცხოვრებისათვის. რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას? 14 გუნდი მიიღებს. ამ დიდი სტუდენტური, ახალგაზრდული და დიდი კაპელის საქართველოს მასშტაბით 14 გუნდია, ხო? გუნდების გარდა წელს კიდევ ერთი დღე ბავშვთა გუნდებისთვის არის დათვალილი. აი თუ მიაღწია ფესტივალმა თავის მიზანს, საყოველთაო პოპულარობა დაებრუნებინა ამ ჟანრისთვის? ვფიქრობთ, რომ ეს ყოველ წელიწადს უფრო და უფრო შესაძლებელი ხდება, ვინაიდან კონცერტებზე ხედავთ ჩვენ, რომ იზრდება რაოდენობა და რაც ყველაზე სასიხარულო არის, ახალგაზრდობა უფრო მეტად ინტერესდება ჩვენი ფესტივალით, ალბათ იმიტომაც, რომ უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდული გუნდი ჩნდება, როგორც ახლა დღეს თქვენს წინაშე გამოვა თბილისის გოგონათა გუნდი, რომელიც შარშანდელი ფესტივალის წინ რამდენიმე თვის წინში იქნა შექმნილი და უკვე ძალიან სერიოზული პოპულარობა მოიპოვა. თბილისის გოგონათა გუნდი სულ მალე შემოგთავაზებს საკუთარ ხელოვნებას, მაგრამ საინტერესო მათ თუ აქვთ გამოცდილება საფესტივალო თვალსაზრისით. თუ ეს პირველი მონაწილეობა? მოდი ომარმა და გავიგეთ, რომ გასულ წელს შეიქმნა თბილისის გოგონათა გუნდი, მაგრამ როგორ მოახერხეთ რამდენი გოგო, რომელსაც მოსწონს საგუნდო მუსიკა, ერთად მოგეყარათ თავი და ერთად შეგეკრიბათ? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ფესტივალს გამოსვლას, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ არჩილ ლუშვერიძეს, რადგან სანამ ფესტივალზე გამოვიდოდა ეს გუნდი იყო სამთვის შექმნილი და ასე რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთ სამთვის შექმნილ გუნდზე შედგა ჩვენი პრემიერა და დებიუტი შედგა ასეთი დონის ფესტივალზე, ძალიან მოხარვლები ვართ და ამის შემდეგ ჩვენი პირველი გამოსვლა იყო წესქნება, ჩვენი მეორე გამოსვლა ამ ფესტივალზე. და რაც შეეხება შემდგომ ფესტივალებს, ახალხანს ჩატარდა საგუნდო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ბავშვთა და ახალგაზრდული პირველი ეროვნული კონკურსი კოლექტივების, სადაც ამ გოგონებმა დაიმსახურეს გრან-პრი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანიანად შეიქმნა რესპუბლიკურ, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან დიდ ღონისძიებაში ამ გოგოებმა ყველაზე საუკეთესო შედეგი და დაგეგმილ კონცერტებზეც ვისაუბროთ. დღევანდელი პირველი კონცერტი ფესტივალის გახსნის შედგება ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კიდევ რომელ დარბაზებში და სხვა ქალაქებში კონსერვატორიის მცირე დარბაზში, რუსთაველის მცირე დარბაზში, ასევე მე-6 საავტორო სკოლაში, სადაც ძალიან კარგი შესაძლებლობა არის აკუსტიკური და ყველანაირად გვერდში დაგვიდგა ეს სკოლა, დიდი მადლობა მათ. და დასკვნითი დღე, სადაც ყველა გუნდი ერთად საუკეთესო ნომრებს შეასრულებენ, ეს მოხდება ქარვასლაში. აი რამდენიმე სართულიან სივრცეში ვინა რომ დავალაგოთ ისე გუნდები, რომ მაქსიმალურად იყოს აკუსტიკური მათი შესაძლებლობა საგუნდო მუსიკის გამოყენებული. დასკვნითი ნაწილი როდის იქნება? ეს 2 მაისს. 2 მაისს. კი ბატონო. მაყურებელს კიდევ ერთხელ
ვიდრე შევახსენებდით, როდის რა მოხდება. რეგიონებში რამდენად არის პოპულარული საგუნდო მუსიკა? მესმის, რომ საქართველოში პროფესიული სასწავლებლები არსებობს, მუსიკალური სასწავლებლები, სადაც ამ მიმართულებით მუშაობენ ახალგაზრდები, რომლებსაც აინტერესებთ საგუნდო მუსიკა. რა ვითარებაა რეგიონებში? ისინი აქ ჩამოდიან თუ შეუძლიათ თქვათ ადგილზე მიიღონ მუსიკალური განათლება? უმაღლესი მუსიკალური განათლება რამდენიმე ქალაქში არის, ძირითადად თბილისში, ბათუმში და ქუთაისში. თუმცა მოდი ვიტყვი იმ რეგიონებს და იმ ქალაქებს, იმიტომ რომ ბათუმს, რუსთავს, გორს, თელავს ტრადიციულად გააჩნიათ აი ამ საგუნდო ჟანრისადმი ძალიან სერიოზული ინტერესი და იქ არასდროს არ ჩამქრალა ეს კერა ძალიან ცუდ დროსაც კი ასე რომ ამ ქალაქებიდან ძალიან კარგად და მრავალფეროვნად არიან წარმოდგენილი გუნდები. დღევანდელ კონცერტს გახსნის ყველასთვის საყვარელი სამების კათედრალის მამაკაცთა გუნდის სიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით და მასთან ერთად სულ ახლა დაარსებული რუსთავის კამერული გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის მერე შემოგვიერთებიან თბილისის გოგონათა გუნდის წევრები. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თბილისის საგუნდო მუსიკის მეხუთე ფესტივალი დღეს იხსნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. რამდენიმე წუთში ბრუნდებით თვითდაპირებაში.